მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთა დოლიძე ვარ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 12 დღე დარჩა. 4 ოქტომბერს არჩევნებზე მისული მოსახლეობა ახალ საკრებულოებს და ახალ მერებს აირჩევს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაარეგისტრირდა და პარტიული სიები წარადგინა ჯამში 5 პარტიამ. ქართული ოცნება, ლელო, პატრიოტთა ალიანსი, კონსერვატორები და გახარია საქართველოსთვის. ეს იმ პარტიების ჩამონათვალია, რომლებიც წელს ოზურგეთის საკრებულოში ადგილებისთვის იბრძოლებენ და ამისთვის ჯამში 53 მაჟორიტარობის კანდიდატებით წარადგინეს, რომელთა დიდი წილი ქართულ ოცნებას ეკუთვნის. რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, კანდიდატები ამ შემთხვევაში მხოლოდ ქართულ ოცნებას და გახარია საქართველოსთვის ყავს. ქართულმა ოცნებამ და კონსერვატორებმა არა, მაგრამ დანარჩენი 3 პარტიის წარმომადგენლებმა გურია ტივის ეთერიდან მოსახლეობას საკუთარი საარჩევნო გეგმები გააცნეს და იმ პრიორიტეტებზე ესაუბრნენ, რა მიმართულებითაც მუშაობა გამარჯვების შემთხვევაში აქვთ დაგეგმილი. თავარი რაც უნდა გააკეთდეს, ეს არის საკრებულოს ფუნქციის გაზრდა და მისი ავტორიტეტის გაზრდა. არ უნდა იყოს მთლიანად მორჩილი მერიასთან და რეალურად მე რასაც ვფიქრობ, უნდა იყოს მერიასა და საკრებულოს შორის უნდა იყოს ძალაუფლების შტოების ბალანსი და კონტროლი. ეს არის იდეალური შესაძლებლობა იმისთვის, რომ პირველ რიგში რაზეც ვამბობთ კორუფცია, ეს ყველაფერი იყოს გაკონტროლებადი. რაც უფრო მეტი პარტია იქნება ხელისუფლებაში და მმართველობაში ჩართული, მით უკეთესი არის. უნდა იყოს მუშაობა ერთმანეთთან და რა თქმა უნდა ნებისმიერ ადამიანთან მინიმუმ ერთხელ მაინც თვეში უნდა იყოს მოსახლეობასთან შეხვედრა. ნებისმიერ ადამიანთან განურჩევლად პოლიტიკური იდეოლოგიისა. დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს ყველაფრის, ანუ მუნიციპალიტეტი ითხოვს ზემდგომისგან, რომ აი რა შეუძლია მას. იმის მიხედვით მოაქვს ის ქონება, ის მიწა, ის ყველაფერი. ჩვენ შევეცდებით, რომ დავძრათ ეს ყველა გრძელვადიანი პროექტი. რაღაც საფუძველი ჩაეყაროს, რაღაც ბაზა შევქმნათ ყველაფერი, რომ პრიორიტეტების მიხედვით. პრიორიტეტი ნომერი პირველი ჩემთვის იყო და იქნება განათლება. ოზურგეთში იყო ჯავახიშვილის ფილიალი. აუცილებლად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ეს ფილიალი დაბრუნდეს. აუცილებლად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ბეჭდვითი მედია და ტელემედია იყოს გამართული და არ იყოს მარტო თქვენ, იყოს სხვებიც, იყოს კონკურენცია და არ შეეშინდეს ჟურნალის, ოპერატორს, ქუჩაში გასვლა, გადაღება. პლუს სოფლის მეურნეობაში იქნება ეს კიდე ნახტომები, იქნება ტურიზმი, ეს იქნება ახალგაზრდების დასაქმების პროგრამები იქნება. მთავრობამ უნდა დაეხმაროს ამ ხალხს და სოფლის მეურნეობაში უნდა ჩადოს, დიდი თანხები უნდა ჩადოს სოფლის მეურნეობაში, რომ სოფელი ფეხზე გამართოს. თხილი რომ მოაშენა ხალხმა, ფაროსანა შემოესია, ფასი რომ მაღალი ქონდა, ფასი დავარდა. ამას ხან ხელოვნურად აკეთებენ თუ როგორ ხდება, მე მაგაზე ვერ გაგცემ ზუსტად პასუხს, მაგრამ ვიცი რომ როცა თხილს ფასი ქონდა, ახალგაზრდობა მოიბრუნა პირი სოფლისკენ და თვითონ ამუშავდა, მთელი ახალგაზრდობა მუშაობდა. და როცა სოფელში გაიხსნება გადამამუშავებელი ციტრუსის ქარხანა გაიხსნება და გლეხი მიიტანს იქ თავის მოსავალს და აიღებს, უკვე გლეხსაც მოუბრუნდება და ყველას მოუბრუნდება. ამიტომ ესაა მთავარი. მზადება 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ოპოზიციის გეგმა. ნაწილი არჩევნებში მონაწილეობს, ნაწილის აზრით კი ხელისუფლების შეცვლას ქუჩიდან მოახერხებენ. როგორც ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, 4 ოქტომბერს დედაქალაქის მთავარ გამზირზე მშვიდობიანი რევოლუცია მოხდება. პარალელურად არ წყდება ურთიერთბრალდებებიც, თუ ვინ არის ქართულ ოცნებასთან კომუნიკაციაში წინასაარჩევნოდ. მაგალითად, სალომე სამადაშვილის განმარტებით ყველა, ვინც არჩევნებზე არ მივა, ეხმარება ბიძინა ივანიშვილს. პარალელურად კეთდება განცხადებები, რომ 4 ოქტომბერს ხელისუფლება დაცვის პოლიციის თანამშრომლების გამოყვანასაც კი მსჯელობს. როგორც ანა წითლიძე აცხადებს, აღნიშნული ხალხის დიდი რაოდენობის გამოსვლას უკავშირდება. განცხადებებს და ურთიერთბრალდებებს მმართველ გუნდში შიდა გადალაგებას უწოდებენ და ნებისმიერი მიმართულებით ოპონენტების მარცხზე მიუთითებენ. სალომე სამადაშვილი და მისნაირი პოლიტიკოსები სინამდვილეში არიან მაშველი რგოლი ბიძინა ივანიშვილის ბოლო წლების მანძილზე, ეს ყველამ კარგად იცის. ასეთი პარკეტის პოლიტიკოსები ვერასოდეს ვერ დაამარცხებენ ავტორიტარულ რეჟიმს და ამიტომაც აქვთ ბრაზი იმ ხალხის მიმართ, ვინც რეალურად ებრძვის ავტორიტარიზმს. 4 ოქტომბერი არის უმნიშვნელოვანესი, ოღონდ ქუჩის აქციის
საპროტესტო გამოსვლების კუთხით. ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დაგვერწმუნებინა ლელო იმაში, რომ დიახ არჩევნების გზა არის სწორედ ის გზა, რომელიც არის რეალური ბრძოლა ოცნების რეჟიმთან, ამომრჩევლის მარტო დატოვება პირისპირ ოცნებასთან, ეს არის დანაშაული და ის პოლიტიკოსები, რომლებიც დღესდღეობით საუბრობენ რაღაც მშვიდობიან დამხობებზე და ტყუილ მოლოდინებს უქმნიან ჩვენს მოსახლეობას, ეს პოლიტიკოსები არიან დღესდღეობით უბრალოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები. ჩვენ რა თქმა უნდა არ ვიქნებით აი ამ დაანონსებულ ღონისძიებაში და რადიკალური სცენარის ანონსში არ ვიქნებით წარმოდგენილები. სხვადასხვა თარიღები გაჟღერებულა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყოველთვის ხედავდით, რომ სახელმწიფო თავის ორ ფეხზე მყარად დგას და არავის არ აქვს შესაძლებლობა რევოლუციებით, ამბოხებებით, დამხობებით მოიყვანოს ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურა. დავალება არის, რომ ლელოელი ნაცები და გახარიელი ნაცები გაიმიჯნონ ძველ ნაცებს და ახალ ნაცებს, შექმნან ახალი ისტორია და ამით როგორმე სცადონ, რომ შემდგომში ჰქონდეთ რაიმე ელექტრონული მხარდაჭერა. რამდენიმე საათში ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 80 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი ღონისძიება იხსნება. ცერემონიას მიხეილ ყაველაშვილიც დაესწრება. ხალხი გაერთიანებული ერების ორგანიზაციების გენერალური დებატები დაიწყება და ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდება. 25 სექტემბერს სიტყვით წარსდგება მიხეილ ყაველაშვილიც. გაეროს გენერალური შტაბის ტრიბუნიდან სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მსოფლიოს მიმართავენ. მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში მსოფლიოს ლიდერებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტიც მიმართავს მაღალი ტრიბუნიდან საზოგადოებას და გაამახვილებს ყურადღებას იმ წინსვლაზე, პროგრესზე, რომელიც საქართველოს გაინცა და განსაკუთრებით გაეროს პრინციპებთან მიმართებაში. ეს პრინციპები არასაკურველია პირველ რიგში მშვიდობა და უსაფრთხოება, ამ თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაადმული ნაბიჯები, ეს არის უპრეცედენტო ეკონომიკური წინსვლა, რომელიც გაეროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. ეს არის ადამიანის უფლებები, ეს არის მოსახლეობის ღირსეული თვითრეალიზაციის შესაძლებლობები. ამ ვიზიტის ფარგლებში ასევე საქართველოს პრეზიდენტი მიწვეულია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ მიღებაზე და ასევე კვირის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციაში მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯანდაცვისა და სოციალურ დაცვის საკითხთა მინისტრი გამართავენ შეხვედრებს თავიანთ კოლეგებთან, მიიღებენ მონაწილეობას და მიმართავენ სხვადასხვა დისკუსიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში დამსწრე საზოგადოებას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ მორიგის ხდომა გამართა. დარგობრივ კომისიებს ბიუროზე გატანილი საკითხების დეტალური განხილვა დაევალა. ბიუროზე იმსჯელებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე. დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩებისთვის იაკობ შემოქმეdelis და აფხაზეთის სახელების მინიჭების შესახებ და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დვაბზუს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე. მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე. გურის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ურეკში მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1998 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოწმის სახით გამოკითხვისას ცრუ ჩვენება მისცა. მძიმე დანაშაულზე ქურდული სამყაროს წევრობა და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის საქმეზე. ბრალდებულის ჩვენება სრულად განსხვავდებოდა მისი წინა ჩვენებებისგან. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მამაკაცი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 370 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. საქართველოს ქალთა ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში ნიკელუსოსა და ლანჩხუთის მატჩის შემდეგ მომხდარ კონფლიქტზე ორივე კლუბმა განცხადება გაავრცელა. ქალთა ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის ფეხბურთელმა ანანო წიქარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მატჩის დასრულების შემდეგ მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივარმა დაარტყა. ნიკელუსო ამაში მონაწილეობას უარყოფს. ლანჩხუთმა განცხადება გაავრცელა, სადაც მატჩის შედეგის გაუქმება მოითხოვა. კლუბის განცხადების მიხედვით არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა თურქი ეროვნების გულშემატკივრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ლანჩხუთის ფეხბურთელებს. დაზიანება მიიღო ასევე არასრულწლოვანმა ანანო წიქარიძემ, რაც ვიზუალურადაც თვალსაჩინოა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამომდინარე იქიდან, რომ არ იყო უზრუნველყოფილი ფეხბურთელების უსაფრთხოება, მათ შორის არასრულწლოვნების ფიზიკური უსაფრთხოება, კლუბი მიმართავს რეგულაციებით გათვალისწინებულ ყველა სომას შესაბამისი პასუხისმგებლობების დადგომის და მატჩის შედეგის გაუქმების მოთხოვნის ჩათვლით. ქალთა ლიგის ლიდერებს შორის მატჩი ნიკელ ულსესა და ლანჩხუთს შორის მასპინძელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა. ამ შეხვედრის შემდეგ ზედა ჯგუფში სატურნირო მდგომარეობა არ შეცვლილა. პირველ ადგილზე ისევ ნიკელ უსუა, რომელიც უკვე 6 ქულით უსწრებს გურულ ფეხბურთელებს. დღეისათვის სულ ეს გახლდათ, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდით.